მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო რაგბის გულშემატკივრებო. მოგეხსენებათ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი საკმაოდ მოზრდილი პაუზის შემდეგ განახლდა და 30-სა და 31 იანვარს კარგი თამაშებით გული გაგვიხარა, რასაც სიამოვნებით გილოცავთ კიდეც. ქვეყნის რამდენიმე სტადიონზე 5 მატჩი გაიმართა მე-12 ტურისა, რომელთა საუკეთესო მომენტებსაც რაგბის კავშირის ოფიციალურ YouTube გვერდზე ჩვენს მიმოხილვაში იხილავთ. პირველი მატჩი, რომელსაც გვთავაზობთ, გორის ჯიქსა და თბილისის ლოკომოტივს შორის გაიმართა ავჭალის სტადიონზე, რომლის მომენტებსაც ახლა ხედავთ და რომელშიც მე-13 წუთზე კალანდაძემ ანგარიში გახსნა. შემდეგ ნინიძემ 3-3 გახადა 21 წუთზე, 22-ზე კვლავ კალანდაძემ 3-6 ისევ ნომინალური სტუმრები დააწინაურა, 29-ზე ისევ კალანდაძე და უკვე 3-9 და ტაიმის მიწურულს 36 წუთზე ისევ ნინიძე 6-9 დასრულდა 40 წუთი. რომ გითხრათ, ბევრი ლელო გავიდაო ამ მატჩში მოვიტყუები, კვლავ ამავე რიტმში გაგრძელდა მეორე ტაიმით, საკმაოდ დაძაბული იყო, გაცვალეს გუნდებმა ჯარიმები და 9-12 ანგარიშზე განვითარდა აი ეს კონტრშეტევა, უფრო შეიძლება ითქვას ვიდრე შეტევა, როდესაც ფოფხაძემ პასი ჩაჭრა, ირბინა ნახევარი მოედანი ბურთი ძელებს შორის დაამიწა და ლოკომოტივს საკმაოდ სოლიდური უპირატესობა მოუპოვა 10 გულის სხვაობით. 9-19 გახდა ანგარიში. ამას ცოტა ხანში ციკლაურმა, კერძოდ კი 70 წუთზე არეკნიც მიაყოლა და საბოლოო ანგარიში 22-9, უпростоრედ 9-22 დააფიქსირა ლოკომოტივის სასარგებლოდ. გადავინაცვლოთ ბათუმში, სადაც ადგილობრივ გუნდს TBS უნივერსიტეტი ეწვია თბილისიდან და დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში საკმაოდ სერიოზული ბრძოლაც გაუმართა. ამ შეხვედრაში ანგარიში 22 წუთზე სწორედ რომ TBS-ელებმა გახსნეს მჭედლიშვილის ჯარიმით. TBS-ის საუბედუროდ ეს იყო ის 3 ქულა, რომელიც ამ გუნდმა მთელი ამ შეხვედრის განმავლობაში, მთელი 80 წუთის განმავლობაში დააგროვა. მეტი მის აქტივში არაფერი ჩაწერილა, რასაც ვერ ვიტყვით ბათუმზე, რომელმაც პირველივე საპასუხო შეტევიდან ლელო დადო, კორტავას ანგარიშზე იყო 5 ქულა, კობახიძემ კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა და 24 წუთისთვის ბათუმის 7-3 დააწინაურა. შემდეგ იყო ეს საკმაოდ უყურადღებო თამაში უკანა ხაზში, როდესაც ბურთმა რამდენჯერმე მოასწრო, მიწაზე დავარდნა, მართალია ბოლოს კი ჩაუვარდა TBS-ის უკანა ხაზს, მაგრამ ბათუმელებმა ისარგებლეს იმით, რომ უკეთესი პოზიცია ჰქონდათ, მოიპარეს სწრაფად ბურთი რაკიდან, გაათამაშეს მარჯვენა ფლანგზე, გარემარბის შეჩერება მოხერხდა, მაგრამ რამდენიმე პასი, ლაღი ბურთაობა და გიგაშვილი ბათუმის მეორე ლელოს ავტორი ხდება. კობახიძე კვლავ ზუსტია და ტაიმი 14-3 სრულდება. მეორე ტაიმში კობახიძემ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი დუბლების დრო დადგა. ჯერ თხილაიშვილმა გამოიჩინა თავი, როდესაც ხაზი გაჭრა და დაახლოებით 40 მეტრი ირბინა ლელომდე, ისე რომ ვერავინ ხელიც კი ვერ შეავლო. ბურთი დაამიწა და ანგარიში 24-3 გახდა კობახიძის გარდასახვის შემდეგ, რასაც მოჰყვა თხილაიშვილის კიდევ ერთი ლელო, რომელიც აი ამ შერკინების შემდეგ მომწიფდა. 8 ნომერი მართალია გააჩერეს, ასევე ვერ წავიდა წინ მეორე დარტყმაც, სამაგიეროდ 1-1-ზე კარგად ითამაშა თხილაიშვილმა, გაექცა მოჭავს და ძელებს შორის მორიგი 5 ქულა ჩაიწერა, რასაც რა თქმა უნდა იოლად მიაყოლა გარდასახვა კობახიძემ. როგორც გითხარით, დუბლების დრო დადგა და მეორე დუბლი ბათუმელთა რიგებში დავითიძემ გაიფორმა. ვიდრე დავითიძის პირველ ლელოს ნახავდეთ, თვალი მივადევნოთ ამ მცირე არეულობას TBS-ის ჩათვლის მოედანთან ახლოს, რომელშიც ცოტა ძნელია გარკვევა, ვიდრე ბურთს არ ჩაიგდებენ ხელში ბათუმელები და დავითიძე არ გადააღწევს ხაზს მიღმა, არ დაამიწევს ბურთს და არ გაიყვანს თავის გუნდს კიდევ უფრო წინ 36-3. კვლავ უყურადღებობა TBS-თან მხრიდან გადაკიდებულ ბურთზე, ეუფლება ბურთს დავითიძე, მირბის სრულ მარტოობაში ჩათვლის მოედნისკენ, კვლავ ძელებს შორის ამიწევს ბურთს და საბოლოო ანგარიშსაც აფიქსირებს კობახიძის გარდასახვის შემდეგ 43-3 გაიმარჯვა ბათუმმა. რაგბის მოყვარულები იოლად ამოიცნობდით რუსთავის სტადიონს, სადაც ადგილობრივი ხარები ატარებს საშინაო შეხვედრას და ამჯერად მისი მეტოქე იყო საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის ლელო სარასენსი. ამ შეხვედრაში წინა მატჩისა არ იყოს, ანგარიში 23 წუთამდე არ გაიხსნა, 23-ზე კი აი ამ შეტევას მოჰყვა ირაკლი ყიასაშვილის ლელო, მოგეხსენებათ
კლუბი ლელო ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, თუ არა საუკეთესო უკანა ხაზში თამაშის მხრივ, აქვე უნდა აღინიშნოს ხარების შეცდომა დაცვაში თამაშისას და ყიასაშვილმა თავისუფლად შეინავარდა. 26 წუთი და ხარების კიდევ ერთი შეცდომა, ამჯერად უკვე შეტევისას ურწეუფლება ლელოელი ტალახაძე და ამიწებს კუთხეში, რითაც თავის გუნდს 12-0 აწინაურებს, რა თქმა უნდა, ყიასაშვილის ზუსტი დარტყმის შემდეგ. ხარებმა მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხეს მობილიზება და საპასუხო ლელოს გატანა. ვაჟა ხუციშვილმა კარგად დაინახა ის მცირე სივრცე, რომელიც რაგთან ახლოს ლელოელებმა დატოვეს და 5 გოლა მოუტანა თავის გუნდს. მე-40 წუთზე კი ხარებმა კიდევ ერთი რეზულტატური შეტევა განახორციელეს, ხუციშვილმა აქაც კარგად ითამაშა, გრძელი პასით თეგეთაშვილი მოძებნა და ამ უკანასკნელმა 10-12 გახადა ანგარიში, რითიც დასრულდა კიდეც ტაიმი. 44 წუთს ვადევნებთ ახლა თვალს, როდესაც ყიასაშვილმა 10-15-მდე გაზარდა მისი გუნდის სხვა უპირატესობა, შემდეგ ბასილაიამ 13-15-მდე შეამცირა, კვლავ ურგულიანი სტატუს-კვო აღდგა, თუმცა მატჩის ფინიში მაინც ლელოელთა უპირატესობით დასრულდა, თბილისელებმა ბოლო მეოთხედი უკეთ ჩაატარეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. ჯერ ჯულუყაძემ დაასრულა ლელოთი ეს მოლი, 54 წუთზე და ანგარიში 13-22 გახდა, 61 წუთზე კი კვლავ ტალახაძის ლელო ვნახეთ. თავიდან მართალია მცირე გაუგებრობა იყო შერკინებიდან ბურთის გამოტანისას, მაგრამ მაინც ლელოელებს დარჩათ ბურთი, მიუვიდა ტალახაძეს, გაითამაშა თანაგუნდელთან და ბოლოს კვლავ თავადვე დაასრულა ეს შეტევა ლელოთი. საბოლოო ანგარიში 13-27 თბილისის ლელოს არასენსის სასარგებლოდ. გადავინაცვლოთ ავჭალის სტადიონზე, სადაც ერთმანეთს ორი თბილისური კლუბი დაუპირისპირდა, არმაზი და არმია. მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთოთ ამ მატჩისა, შეიძლება ასე ითქვას, რომ არმაზმა უკანა ხაზში თამაში აჯობა მეტოქეს, ხოლო არმიამ შერკინებაში დაჩაგრა მოწინააღმდეგე. თუმცა ყველაფერს მივყვეთ თანმიმდევრობით და ვნახოთ თუ როგორ გახსნა ანგარიში დავით კიკნაძემ მე-5 წუთზე საჯარიმო დარტყმით. აქედან 7 წუთში, კერძოდ კი მე-12 წუთზე ხაზში კარგად მოთამაში არმაზელებმა სწრაფი და ზუსტი პასებით ერთი ფლანგიდან მეორეზე გადაამისამართეს ბურთი და პინაიშვილმა ლამაზი ლელო გაიფორმა. ანგარიში 8-0 გახდა. ამის შემდეგ 20 წუთზე მეტი აღარ შეცვლილა ანგარიში, 34-ზე კიკნაძემ ეს შესანიშნავი უშველებელი ჯარიმა შეასრულა, რითაც თავისი გუნდის უპირატესობა 11 გოლამდე გაზარდა, 11-0. არმიას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გოგოლაძის ძალისხმევით პირველივე ტაიმში მოახერხა 2 ჯარიმის გატანა და სხვაობის მისაღებამდე შემცირება. პირველი ნახევარი 11-6 დასრულდა. ჩვენ ახლა მეორე ტაიმის, კერძოდ კი 59 წუთის ეპიზოდს ვადევნებთ თვალს, რომელიც არმაზელთა ლელოთი უნდა დასრულდეს. მანამდე ეს მიძალება ვნახოთ, ბურთი რაგშია კიდესთან ახლოს მარჯვენა ფლანგზე. აშკარა შეცდომა არმიელთა დაცვაში და ბარბაქაძის ლელო. ანგარიში 59 წუთისთვის ხდება 18-6. და აი თვალნათელი მაგალითი იმისა, რაც თავიდან ვახსენე, არმიელთა შერკინებამ დაჯაბნა მეტოქე, მოერია მას, შეატრია საკუთარ ჩათვლის მოედანში და კაკოვინმა ბურთი დაამიწა, რითაც სხვაობა 5 გოლამდე შეამცირა, 18-13. ეს კი 82 წუთია. დროა თითქმის ამოწურულია და არმია იღებს შესანიშნავ შესაძლებლობას იმისა, რომ მოიგოს ეს მატჩი. ინიშნება 15-იანი შერკინება მის სასარგებლოდ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი შეხვედრის განმავლობაში არმიის შერკინება ჩაგრავდა მეტოქეს, აქაც ლელო გარდაუვალია, მართლაც ასე ხდება, თავარდქილაძე ამიწებს ბურთს ხაზსიქით, ანგარიში ხდება 18-18 და ის გადარჩენია არმიას, რომ მხოლოდ ერთი გარდასახვა გაიტანოს, მაგრამ ბურთი ცდება და მატჩი ასევე მთავრდება 18-18. და ჩვენი მიმოხილვის ბოლო მატჩი, რომელშიც ქუთაისის აია მასპინძლობს ბოლნისის ხოჩებს, ეროვნული ჩემპიონატის ლიდერსა და ფავორიტს, რომელსაც 11 ტურში 1 მარცხიც კი არა აქვს და 10 გამარჯვებითა და 1 ფრით დამაჯერებლად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. ეს შეხვედრა ყოჩებისთვის ძალიან კარგად დაიწყო. ჯერ სოხაძემ მე-5 წუთზე გახსნა ანგარიში საკმაოდ შორი დარტყმით და თავისი გუნდი 3-0 დააწინაურა. უბრალოდ 0-3 უფრო უპრიანი იქნება, რადგანაც ქუთაისში თამაშობს. შემდეგ იგივე სოხაძემ მე-9 წუთზე 0-6 გახადა ანგარიში და კვლავ ყოჩებმა მე-19 წუთზე კიდევ უფრო სოლიდური გახადეს მათი უპირატესობა, როდესაც ეს ლამაზი შეტევა განახორციელეს. რამდენიმე კარგი პასი და მახარაშვილი შეტევას ლელოთი ასრულებს. არავინ იცის რა იქნებოდა
აიას პირველივე ტაიმში რომ არ მიიღო საპასუხო ზომები, სინაურიძემ ჯერ 28 წუთზე 3:11-მდე შეამცირა სხვაობა, ხოლო შემდეგ რატიაშვილმა 34 წუთზე ლელო დადო და 10:11 დასრულდა ტაიმი. მეორე ტაიმი მთლიანად მასპინძელთა აქტივში შეიძლება ჩავწეროთ, რადგანაც სწორედ მათ დააგროვეს გულები და რისხანე მეტოქე საერთოდ უკულოდ დატოვეს. სინაურიძემ ორი ჯარიმით 47 და 68 წუთზე თავისი გუნდი 16-11 დააწინაურა, მე-80 წუთზე კი მიუტევებელი შეცდომა დაუშვა ყოჩების უკანა ხაზმა, რითიც კარგად ისარგებლა ქუთაისმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა ტორაძე უმცროსის ლელოთი 21-11. ვიდრე სატურნირო ცხრილზე გადავიდოდეთ, გეტყვით რომ მე-13 ტურის მატჩები 6, 7 და 8 თებერვალს გაიმართება. ბათუმი ხარებს მიიღებს, ლოკომოტივი აიას უმასპინძლებს, არმია ჯიქს დაუპირისპირდება საკუთარ მოედანზე, TBS უნივერსიტეტის მეტოქე ყოჩები იქნება, ლელო სარასენსი კი არმას ეთამაშება. ცხრილი კი ასე გამოიყურება. ყოჩებს 12 თამაშის შემდეგ 10 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება და 44 ქულა აქვს, რაც საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. მას მიყვება ბათუმი, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რომელმაც არც თუ კარგად დაიწყო სეზონი და მხოლოდ შემდეგ მოგვიანებით მოახერხა საჭირო ქულების დაგროვება, მას 35 ქულა აქვს და მეორეა ცხრილში. შემდეგ მოდის ლელო სარასენსი 34 ქულით. რუსთავის ხარებს 30 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზე არიან განთავსებულნი, მათ 6 გამარჯვება, 2 ფრე და 4 წაგება აქვთ. შემდეგ მოდის ლოკომოტივი 28 ქულით, ამდენივე აქვს ქუთაისის აიას და ის ასრულებს პლეი-ოფში გამსვლელ 6-ეულს. თბილისის არმაზი საკმაოდ ახლოსაა აიასგან, მას 24 ქულა აქვს და 1 მატჩის მანძილზეა, 1 გამარჯვებით მას შეუძლია გადაასწროს აიას. შემდეგ მოდის არმია თბილისი, რომელიც 21 ქულით მერვეა, ჯიქი, როგორც მოგახსენეთ, აწუკვე გორის გუნდი და მას 20 ქულა აქვს და TBS უნივერსიტეტი ბოლოა 7 ქულით.